მაგის თქმით მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ ჩამეწერია და გადავწყვიტე რომ ვიდეო ჩამეწერა. რამდენიმე საინტერესო სტაჟირებას გადავაწყდი და გადავწყვიტე რომ გამეზიარებინა. პირველ რიგში ალბათ გეცოდინებათ უმეტესობას რომ კომპანია Redberry კვლავ გამოაცხადა bootcamp-ზე მიღება. რეგისტრაცია გაგრძელდება 29 მარტამდე და მოკლედ ეკრანზეც ხედებით და ფუნლიც იქნება აღწერაში. ყველა იმ ვაკანსიის და სტაჟირების რომელსაც ეს ახლა ვიდეოში გამიხსენებ, მოკლე ვიდეო იქნება რამდენიმე წუთიანი სულ. უბრალოდ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი, Redberry-ის bootcamp-ს დიდად არ შევეხები, იმიტომ რომ ძველი ვიდეოებში ბევრი მაქვს ნასაუბრები და თუ დამატებით გაინტერესებთ, ეგრეთ გადახვიდეთ და ნახოთ. ეს bootcamp-ი გათვლილია დამწყებებზე სრულიად. საკმარისია უბრალოდ HTML, CSS, JavaScript-იც რო იცოდეთ. პროექტის შესასრულებლად, ანუ ხო, ეტაპები განვიხილოთ, მაგრამ რადგან პროექტს შევეხე, 29-მდე არის რეგისტრაცია, 29 მარტამდე. შემდეგ განვიგზავნებათ ტექნიკური დავალება, რომლის შესასრულებლად თუ არ ხდები 10 დღე იქნებათ. დღეს იყო საინფორმაციო შეხვედრა და ზუსტად არ ვიცი და დარწმუნებით, მაგრამ ეს 10 დღე იქნებათ. და შემდეგ უკვე გადაარჩევენ მიღებულ პროექტებს, დავალებებს და ჩაინიშნება გასაუბრებები. გასაუბრების მერე უკვე დაიწყება bootcamp-ი. bootcamp თვითონ 4 თვიანი არის და სწავლობთ full stack-ს მთლიანად თავიდან ბოლომდე. დამატებით დეტალები ლინკი იქნება აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ. აუცილებლად თვალყურიავდნეთ მათ Facebook გვერდს, რომ რამე სიახლე არ გამოგჩეთ. სავარაუდოდ Discord-ის სერვერს არ ამის გავს შექმნიან Facebook ჯგუფს, სადაც გართენებული იქნებიან აპლიკანტები და საინფორმაციოდ იქ დადემეხონ რაღაცებს, ამიტომ არ გამოგჩეთ თუ ჩართული ხართ. პირველი ეს მინდა რომ ესაუბრო. აუცილებლად დარეგისტრირდეთ, აუცილებლად ცადეთ, როგორ დონეზეც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა ცდილობდეთ. ვიცი რამდენიმე რომლებიც ინგლისურის გამოიკავებენ თავს, B2 დონე არის მოთხოვნა, მაგრამ მე ყველა ვარიანტში გიჩვენებთ რომ გააგზავნოთ. ჯერ-ერთი სადაც არაფერს არ გარკვევთ ზოგადად. და პროექტის შესრულება ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემთ დამწყებებს. ხო, და მეორეც ერთი რეალურად ინგლისურის დონეზე ახლა გასაუბრებელს არავინ არ შეგიმოწმთ და ყველაზე ნაკლები პრობლემა არის ეგ რეალურად თუნდაც გეტყვიან, რავი, B1 დონეზე თუ იცით ან თუნდაც დამწყები B1-ის დონეზე, რავი, ინგლისურში რო დაიწყოთ რაღაც მომენტში, თქვათ, თქვენი ცოდნის ამაღლება საკმაოდ წაგწევთ წინ. ანუ ეგ არის ყველაზე ნაკლები პრობლემა. თუ საერთოდ ინგლისური არ იცით საერთოდ, კი ბატონო, მაშინ გასაგებია, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება მაგ შემთხვევაში ცადოთ დავალების შესრულება, იმიტომ რომ ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემთ. ხო, ერთი ეს მინდოდა რომ მეთქვა, ასევე ორ საინტერესო სტაჟირებას გადავაწყდი საიტზე, ჯობჩიზე და მინდა ორივე გაგიზიაროთ და თუ თქვით რომ თქვენთვის კარგი იქნება, ცადეთ აუცილებლად. ერთი ეს არის React Native-ის სტაჟირება, რომელიც ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ჯერ ისედაც web-ზე იშვიათად იდება ხოლმე და Native-ის სტაჟირება მით უმეტეს და mobile development-ში ვით ხართ ჩართული და ეხლა იწყებთ. დამწყებები ხართ, ძალიან კარგია, იდეალურია. მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას, რაღაც სერტიფიკატს რაღაცას გავცემთ, თუ ეგ დიდი მნიშვნელობა არ არის. თვითონ უბრალოდ ესე ვთქვათ, სწავლის პერიოდში ჩართული იქნებით რაღაც პროექტში, რომელიც შეგიძლიათ მე რეზუმეში შეიტანოთ, ასე შემდეგ და ჩაგეთვლებათ რაღაც, ანუ ესე რომ ვთქვათ, სანამ პირველ სამსახურში შევით, ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ზონაც აიმავლოთ, ხარხიც გაიცნოთ, networking გაზარდოთ, თან remote-ად არის როგორც ვიცი. ერთი ის არის, რა თქმა უნდა, რადგან mobile development-ს ეხება, აკი დაგჭირდებათ იდეალბათობით. შემოგთხოვენ რა, თორე მაკის გარეშეც რაღაცები შეიძლება აკეთოთ, მაგრამ მაკის ავალდებული. და მოკლედ ძალიან კარგი პირობებია, გრაფიკი და რაღაცები თქვენზე იქნება მორგებული, ლინკით რა თქმა უნდა აღწერაში იქნება და შეგიძლიათ დამატებით თქვენთან გაიცნოთ. თუ mobile development-ს სწავლობთ, აუცილებლად გააგზავნეთ და ამის ვადა უფრო ცოტა მეტი არის, შედარებით ახალი დადებულია. 13 აპრილამდეა უბრალოდ ვაკანსიების გაგზავნის ბოლო ვადა. და ერთი ვაკანსია არის კიდე Angular internship-ზე. ხო, კომპანია Asterbit-ი აცხადებს, ამის ძალიან დეტალები არ გამიგითხავს, მაგრამ თუ Angular-ს სწავლობთ და დაწესებული ხართ, აუცილებლად გაგზავნეთ. ხო, Redberry-ის პროექტს რაც შეეხება, შეგიძლიათ მომართოთ კითხვებით, ჩემი Facebook-ის ლინკი იქნება აღწერაში ასევე. შემეხმიანეთ, თუ რამე კითხვა გექნებათ, კითხეთ, თუ რამე რჩევა გჭირდებათ, ან წინა მიღებებზე რა როგორ ხდებოდა, რამე რაც კიდე გაინტერესებთ, შეგიძლიათ კითხოთ, მომწეროთ. ოღონდ გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიმართულებით თუ რაღაცა, ანუ სხვა ვაკანსიებსაც ეხება ეს მარტო Redberry-ს არა,
რაიმე რჩევი თუ შემიძლია დახმარება აუცილებლად დაგეხმარებით. გაითვალისწინეთ უბრალოდ რომ მე მაქვს გამოცდილება ფრონტზე ნებისმიერ შემიძლია რაღაცა დაგეხმაროთ ფრონტის მხარეს, ბექენდის მხარეს თუ გექნებათ JavaScript-ზე და Python-ზე მქონია მაგ ნამუშევარი და გამოცდილება. დანარჩენზე ზოგადად ვაკანსიებზე და გასაუბრებზე თუნდაც გაგჭირდათ გითხეთ აუცილებლად. დედბროსკოვის რაც შეეხება შეგიძლიათ დამატებით ნებისმიერ რაღაცა კითხვა მომართოთ, სრულიად უფასოდ კონსულტაციას გაგიწევთ, დაგეხმარებით. თუ თქვა დამატებით გინდათ რომ რაღაცა მენტორივით გყავდეთ ვინმე ამ მომავალი პერიოდში, როდესაც დავალებაზე იმუშავებთ და მანამდეც შესამზადებლად და გასაუბრებისთვისაც რაღაც შევიმოგცემთ, მაგალითად შემეხმიანეთ, არ არის პრობლემა, მე თუ არ მეცალა, მყავს კოლეგები და ნაცნობი, რომლებიც შეძლებენ თქვენ დახმარებას. თუ დამატებით დაგჭირდათ, ესე ვთქვათ, მენტორის აყვანა დახმარება. მოკლედ, სულ ეს არის, 3 ვაკანსია არის, 3-ის ლინკი ახტერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გააგზავნოთ, ცხადეთ აუცილებლად. ანუ ზოგადად დამწყებებზე და სტაჟიორებზე ბევრი არაფერი არ ცხადდება ხოლმე, ამიტომ გადავწყვეტე რომ ვიდეო დამეტო. ვნახოთ მომავალში არ ვიცი კიდე მალევე დავდებ ხოლმე თუ არა ვიდეოებს, ხოლმე სავარაუდოდ სასწავლო ვიდეოებს უფრო ნაკლებად დავდებ, იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო AI-ის და სხვა რაღაცების შემოსვლამ უბრალოდ იმდენი მასალა არის სასწავლო ვიდეოებზე, ჩემი აზრით ზედმეტია, კოლეჯებზე და რაღაცეებზე აღარ ვამაყობ ახლა სასწავლებლებზე და 1000 რაღაცა გაჩნდა. სადაც ადამიანს სწავლის სრული შემთხვევაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ასე რომ აქ ალბათ უფრო მოუკლებ, არ მიმაჩნია რომ შეიძლება რაღაც პატარ-პატარ რაღაცები დავდო, მაგრამ რაღაც მასშტაბურ სასწავლო ვიდეოებს აღარ დავდებ ხოლმე სავარაუდოდ მომავალ პერიოდში. მადლობა ყურადღებისათვის და დროებით.